დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლის რეაბილიტაცია იწყება. რესტავრაცია ჩაუტარდება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ეგრეთ წოდებული სემინარიის ისტორიულ კორპუსს. პროექტს კულტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურის უწყებასთან თანამშრომლობით განახორციელებს. ისტორიული შენობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, სრულად განახლდება. რესტავრაციის შესახებ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ეგრეთ წოდებული სემინარიის ისტორიული კორპუსის რესტავრაცია იწყება. კულტურის სამინისტროს განცხადებით, შენობა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო, მალე თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ გადაიქცევა. მუზეუმისარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ეროვნული მუზეუმის დირექციასთან და ადმინისტრაციასთან უკვე მოლაპარაკებულები ვართ. ტექნიკური დავალება მომზადდება უახლოეს ხანში, კვლევები გაკეთებულია სხვადასხვა პერიოდში ამ შენობის შესახებ. იცით, რომ პრაქტიკულად გატანილი აქვთ აქედან საშიშროებების გათვალისწინებით საგანძური. ძალიან მალე შემოგვიერთება ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ერთობლივი ძალისხმევით რასაკვირველია ეროვნული მუზეუმის და სპეციალისტების ჩართულობით და მეორეს მხრივ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მათ დაქვემდებარებული ორგანიზაციების ჩართულობით მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლიან პროცესში ჩვენ მივიღებთ ძალიან საამაყო დიდ პროექტს. ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა 1835 წელს მდიდარი ვაჭრის იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით შვეიცარიელმა არქიტექტორმა ააგო. კლასიცისტურ სტილში აგებულ შენობაში თავდაპირველად სასტუმრო იყო განთავსებული. 1840 წელს იგი საეგზარქოსო შეიძინა და მასში სასულიერო სემინარია განათავსა, რომელიც 1905 წლამდე ფუნქციონირებდა. 1950 წლიდან კი შენობა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, სადაც არაერთ უნიკალურ ექსპონატთან ერთად ოქროს ფონდი იყო დაცული. წლებმა და დრომ შენობასაც თავისი კვალი დაატყო, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სასიხარულოა, რომ პროცესი იწყება. ჩვენ ახლა ვართ ძალიან მომზადებული ამისთვის. მე პირადად უკვე 20 წელია ამ თემაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით. სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ დღეს ბევრად წინა ვართ. შენობის დიდი ნაწილი არის უკვე ევაკუირებული. ეროვნული საგანძური არის საიმედოდ დაბინავებული. ზუსტად ვიცით, რა შედეგი უნდა მივიღოთ და ძალიან მალე დაიწყება უკვე რეალური ქმედებები. სარესტავრაციო პროექტის დეტალები და დაგეგმილი სამუშაოები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. მანამდე კი ამ შენობაში არსებული კოლექციები მათი დაცულობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით მუზეუმის მეორე კორპუსშია გამოფენილი, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს დასრულდა. მუზეუმის ფონდსაცავი, სამუშაო ოთახები და სარესტავრაციო სახელოსნოები კი მესამე კორპუსშია განთავსებული. ოქროს ფონდი კი ჯანაშია სახელობის მუზეუმის მთავარ კორპუსშია დროებით განთავსებული და დამთვალიერებლისთვის ღია. ჩვენ ხელოვნების მუზეუმში უკვე 3 წელია დაახლოებით რაც დაწყებული გვაქვს მუშაობა ევაკუაციაზე და სრულად არის შენობა დაცლილი თანამშრომლებისგან ავარიული მდგომარეობის გამო, ასევე გადატანილია ფონდების 80% და განთავსებული არის ხელოვნების ექსპონატები დაცულ გარემოში, ასევე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას ახალ თანამედროვე გარემონტებულ სივრცეებში. ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციით შესაძლებელი გახდება მუზეუმის კოლექციების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაცვა, შემდგომი კვლევა და მისი საექსპოზიციოდ გამოფენა. მთავარი კი ისტორიული შენობის შენარჩუნებაა, რომელიც ძველი თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.